Საიდუმლოებით მოცული მკვლელობის საქმე დუბაიში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ. 24 წლის ნინი სამანიშვილი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. მასთან ერთად მყოფ მეგობარს, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, არაბის სამართალდამცველები კითხავენ. დეტალები ნახეთ რეპორტაჟში. მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა დუბაიში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის დაღუპვის მიზეზები ჯერ ისევ დაუდგენელია. სამართალდამცველები უკვე 2 დღეა კითხავენ გარდაცვლილი ნინის ამანიშვილის მეგობარ გოგონას, რომელიც შემთხვევის დროს მასთან ერთად იმყოფებოდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 24 წლის სამანიშვილი მისმა შეყვარებულმა სასტიკად სცემა და მოკლა. თუმცა ამ ინფორმაციას უარყოფენ დაღუპულის ოჯახის წევრები. გარდაცვლილის დედა მოამბესთან ყვება, რომ მის ქალიშვილს დუბაის ერთ-ერთ ავტობუსის გაჩერებაზე ადგილობრივ არაბებთან შელაპარაკება მოუვიდა, რაც ძალადობაში გადაიზარდა. ნინისთან ერთად სასტიკად ნაცემი იპოვნეს მისი მეგობარი გოგონა. მარი ადგილზევე მკვდარი, ხელი კრა ამ არაბმა გადავარდა, თავი დაარტყა და ვეღარ ამოისუნთქა. ნინოს ასთმა აწუხებდა. ოჯახის ინფორმაციით ნინი სამანიშვილი დუბაიში 1 წელი ცხოვრობდა და მუშაობდა. ის ქუთაისში ცოტა ხნის წინ 6 წლის შვილის მოსანახულებლად იყო ჩასული და არაბეთის გაერთიანებულ საამიროში ტრაგედიამდე 2 კვირით ადრე დაბრუნდა. ინციდენტის დროს მასთან ერთად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ფიქრია გ იმყოფებოდა, რომელიც ახლა საავადმყოფოში მძიმე ტრამვებით იმყოფება. არაბის სამართალდამცველები მას 2 დღე აკითხავენ. მოამბებს სადამის ოჯახის წევრებთან დაკავშირება, თუმცა დღეს მათ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. დანტროული არის ის გოგო. მეორე გოგო ვინც ახლა ის გაქცეულა პოლიციაში და მოუყვანია მე ყველა პოლიცია სასწრაფო იქ ყოფილა ყველა. მოამბე დაუკავშირდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ქუვეითის სახელმწიფოში როლანდ ბერიძეს. დიპლომატის ინფორმაციით გარდაცვლილის ცხედარს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა და გარდაცვალების მიზეზებს სამართალდამცველები ადგენენ. საქართველოს კონსული ალექსანდრე ჭერიძე კი გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების დეტალებს აგვარებს. ჩვენი საკონსულო საკონსკურსია მიმდინარეობს მეთვალყურეობა ამ პროცესზე და ინფორმაცია როგორც ედინება საბოლოო ინფორმაცია მოგაცეთ. უკვე ცნობილია, რომ გარდაცვლილი ნინის ამანიშვილის ქუთაისში გადმოსვენების ხარჯებს საქართველოს ხელისუფლება გაწევს. დაღუპულის ოჯახი უფლებამოსილ უწყებებს შვილის ცხედრის დაჩქარებული გზით ჩამოსვენებას თხოვს.